პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმართან ერთად დავბრუნდით. ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. დაგლოცეთ მამო. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს მეულს და ეს წარით. დღეს არის 100,000 წმინდა ქართველი მოწამის ხსენება და მათი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგვილოცოს, გაგვიძლიეროს დედა ეკლესია, დედა სამშობლო, გაგვიერთიანოს და გაგვიმტკიცოს. ამინ. მამო, ჩვენ ვიცით რომ მე-13 საუკუნეში ჯალალედინის ბრძანებით წმინდა 100,000 ქართველი მოწამე ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის აღესრულა. ეს მოკლედ რომ ვთქვათ ერთი წინადადებით რა მოხდა დღევანდელ დღეს. აი რომ მოგვიყვეთ მათი ისტორია უფრო ვრცლად. მოგახსენებთ ისტორია ალბათ მეტნაკლებად ცნობილია ყველა ქართველისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის ალბათ საინტერესო იქნება რომ აი ის წიაღსულები საღვთისმოწყალე რომელსაც მემატიანეები ამ ამბის აღწერი მემატიანეები გამოვავლენენ ამ საკითხებზეც გავამახვილოთ ყურადღება ფონ იმ მდგომარეობისა უნდა ითქვას რომ აი უპირველესი წერილობითი წყარო ქართლის ცხოვრება შუა საუკუნეების ისტორიას ზედმიწევნით აღწერენ და საინტერესო ის გახლავთ რომ აი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის შემდეგ დემეტრეს გიორგი მეფის წმინდა თამარის ზეობის ფონზე უკვე იწყება ჩვენი ქვეყნის უკანსულა დაკნინება დაქცევა და მემატიანეები აღნიშნავენ რომ ეს სამართლიანი სასჯელია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ რომ ვიწყეთ უკუსულა ანუ ღმერთისგან განდგომა და ეს ყველაფერი დაიწყო ნათქვამია რომ თევზი თავიდან ყრუნდება აი უპირველესი საერო ხელისუფალი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი მიდევნებით უკვე შემდეგი ეს ხალხი მას მიყვება და ღმერთმაცო სამართლიანი სასჯელი მოგვივლინო. ახლა რა ხდება? რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში? თამარის წმინდა მეფე თამარის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ტახტზე თანამეფე იქმნა მისი ცოცხლიშვილე მისი ძე ლაშა გიორგი და თამარის გარდაცვალების შემდეგ გლოვას მორჩა ლაშამ დაიწყო თავის თანატოლებთან მსმურობა, ქალებთან აღრევა და ასე შემდეგ და უწესო ცხოვრებას მიეცა. უფრო მეტიც ლაშა გიორგიო თავის თანატოლებთანო დედის თანამებრძოლი განიშორა გვერდიდან და ესეთი უწესო ცხოვრება დაიწყო რომ ღამითაც დადიოდნენ და იყო რაღაც ჯგუფი რინდთა ესე ეწოდებოდა ვერ შემცნობელი მეფე რადგანაც ღამიან თავის თანატოლებთან დადიოდა სცემესო და ძიმედ ნაგვემი გვემეს ლაშა გიორგი თვალი დაუზიანდა და ძალიან დაზიანდა და დააბადა შეიძლება ითქვას ლაშა გიორგი. შემდეგ ისე მოხდა რომ ლაშა გიორგის ცოლის მოყვანას თხოვდნენ, ცოლი არ მოიყვანა კახეთში ველის ციხეში წასულმა ერთ-ერთ დიდებულს ცოლი წაჰყარა წაართვაო, მასთან შვილი შეეძინა ქართველი სასულიერო პირები ასევე დარბაზის კარის თხოვს რომ დაუბრუნოს ცოლი თავის პატრონს ან სწხოვენ იქნებ ცოლად მოიყვანოს მასზე ჯვარი არ დაიწერა მასთან შეეძინა შვილი დავითი რომელიც შემდგომში დავით ულუ დაასახე ესეთი ცნობილი და რა იწყება ახლა ქვეყნის გარეთ რა მდგომარეობაა რომ თამარის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთში იწყება თათარ-მონღოლთა მძლავრი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. იყო ესეთი ყიასთი თემურჩი, ესე ვქვა, თემუჩინიც სახელითაა ცნობილი, შემდეგში მას ჩინგის ყაენი ეწოდა და მან თათარ-მონღოლთა მომთაბარე მეჯოგეტომები გააერთიანა, შემდეგ ჩინმაჩინის ქვეყანას და დიდი თათრეთიც დაიპყრო და ეს უზარმაზარი იმპერია შექმნა ამ ადამიანმა. მისი მიზანი იყო, რომ გარემის მეზობლად მყოფი სახელმწიფოები დაეზვერა და გააგზავნა ორი თავისი მთავარსარდალი, მოულეს ეს ტერიტორიებიო გარდამოვლესო თურქეთიო მოვიდნენ საქართველოს კარს მოვადგნენ და მოკლედ იწყეს რბევა აოხრება და ლაშა გიორგი გაეგება თავისი ლაშქრით. ჯვებე და სუბუდაი ესეთ სახელებით არიან ეს მათი ლაშქრის სარდლები ცნობილი და ამ ომშიო მათ ჰქონდათ საოცარი ტაქტიკა ომის დროს რომ ტერს შეესეოდნენ, შემდეგ უკვე იქცეოდნენ ნაწილი და თვითონაც უკან გარბოდნენ. მოწინააღმდეგე შეუტევდა, ესენი გარშემო მოერტყმებოდნენ და ასე ადვილად ამარცხებდნენ შემდეგ ტერს. თან საოცარი ისაა, რომ ჩინგის ყაენმა ეს თავისი სახელმწიფო შექმნა საოცრად მტკიცე ხელით და ძალიან დიდი ესე ძალმოსილებით და ეს იყო ფაქტობრივად სამხედრო გასამხედროებული სახელმწიფო. დანაყოფები ჰყავდა ჰქონდა ჯარში 1000-ული, 100-ული, 1000-ული, 1000-ული
თუ ათეულიდან ერთი მონაშქრე ომის დროს გაიქცეოდა ომიდან, ათეულს ამოწყვეტდნენ. თუ ათეული ზურგში აქცევდა ომს, მაშინ ასეულს ამოწყვეტდნენ და ესეც საოცარი კაცრი ხელით იყო ეს ჯარი შექმნილი. ამავე დროს ეს ხალხი 4 ცხენზე არ იბადებოდნენ, თორე ცხენზე იყვნენ გაზრდილები, 4 ცხენის რძესვავდნენ კუმის, ცხენის ხორცით იკვებებოდნენ და აღჭურვილობა არც კი ჰქონდათ, რომ მშვიდისრებით ბრძოლობდნენ, საოცრად გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. და ამავე დროს მიდიოდნენ რა სალაშქროდ, დედაწულიანად აიყრებოდნენ, რომ როცა ლაშქარი ომი დაიწყებოდა, თავიანთი ოჯახებით დედაწულით იდგნენ ეს ხალხი უკან და ზურგი რომ შეექცია მტრისთვის, ბუნებრივია მათი ოჯახებიც ამოწყდებოდა. და ლაშა გიორგი აი ამ ომში მიეგება რა მტერს დამარცხდა სომხიცა და აი გაგის მხარეს აუხრებდნენ და დამარცხდა და ეს იყო პირველი დავითიანთა დროშის ეს დამცრობა და შერცხვენილი ქართველნი უკან მობრუნდნენ უკან აი ომის დროს ნახევარიო იტყოდა თათართა ლაშქრისა, ნახევარი კი წინ ედგა და შემდეგ ალყა შემოვარტყეს და მოკლედ ქართველები დამარცხდნენ. დარცხვენილი მოვიდნენ თბილისში და ღმერთმა ეს იყო პირველი ის რომ სამართლიანი საჩელი მოგვივლინა ლაშა გიორგის და მისი მიდიანები მთელი ქართველი ერის ღვთისმცნებების უგულებელყოფის გამო. მტერი სამშვილდემდე მოვიდა, შემდეგ აქედან უკან გაბრუნდა, დარუბანდის გზა გადაიარა, კასპიის ზღვა შემოვარა, დაბრუნდა უკან ჩინგიზ ყაენს აუწყეს რა მდგომარეობა იყო მათ გამოვლილ ქვეყნებში და ჩინგიზ ყაენმა განიზრახა რომ მთელი სამყარო დაეპყრო და სამყაროს მფლობელი და მართველი გამხდარიყო. მან თავისი დიდი ლაშქარი გაყო რამოდენიმე ნაწილად, ერთი რუსეთს გააგზავნა, ერთი ინდოეთის მხარეში გააგზავნა და დაიწყეს მათ ომი და ლაშქრობა. ახლა აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი, რომ საქართველოში რა ხდება. ლაშა გიორგის და რუსუდანი, რომელიც ძალზედ კარგ აღნაგობის სალამაზი ქალბატონი ყოფილა და დედას გავდა მემატიანე ამას ამბობს თავისი ფიზიკური აღნაგობით, განიზრახეს მისი გათხოვება და მოკლედ ისე მოხდა, რომ რუსუდანს ხრათის სულთანმა მოინდომა მისი მასე დაქორწინება, რომელიც იმჟამად ეგვიპტესაც ფლობდაო, მაგრამ ღვთის განგებით ეს ქორწინება არ შედგა, რუსუდანმა უარი თქვა. შემდეგ განიზრახეს, რომ შარვანშაჰისთვის გაეყოლებინა და ლაშა გიორგი ისევ ცოცხალია და ლაშა გიორგი მიდის, რომ ბაგავს აქედან თავის დააქორწინოს და გააყოლოს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ლაშა გიორგი დასნეულდა გზად და გარდაიცვალა იანვრის თვეში 18 იანვარს 4 შაბათი დღე იყო და მოbrunდა მოკლედ გლოვა დაიწყო. შემდეგ ისე ხდება, რომ რუსუდანი მიუხედავად იმისა, რომ პირობა აქვს დადებული შარვანშაჰთან, შარვანშაჰს რუსუდანი აღარ მიყვება. გამოხდა ხანი, მან სამგლოვიარო ტანისამოსი გაიხადა და მოგვიანებით იგი ტუღრულის ძეს, რომელიც იმჟამად საქართველოში მძევლად იმყოფება, მოეწონა რუსუდანს მისი ჰაეროვნება, კეთილაღნაგი ყმაწვილი ყოფილა ეს ტუღრულის ძე და მას გაყვა სწორად ამის პირობა, რომელიც იყო მან გააუქმა. და საინტერესო კიდე რა არის, ლაშა გიორგი სიკვდილის წინ თავის შვილს დავითს შეავედრებს რუსუდანს და სამეფო კარს სამღვდელოებასთან ერთად დაიბარებს დავითი და სწორს რომ სანამ დავითი მიაღწევს სრულ ასაკს, მანამდე რუსუდანმა მასე იყოს რუსუდანი მისი მეურვე გაზარდოს და დავითის ლაშა გიორგის თხოვნით იყო რომ რუსუდანი ლაშას შემდეგ მეფე დაკურთხეს. აკურთხეს მეფე რუსუდანმა ეს პირობა თითქოს უნდა შეასრულოს, მაგრამ გათხოვდა რა რუსუდანი, პირველი შვილი შეეძინა თამარი, შემდეგ მეორე ვაჟი შეეძინა დავითი და რუსუდანს გაუტყდა მეფობა და 6 წლის როცა გახდა მისი შვილი დავითი, ასაკით უმცროსია ლაშას დავითზე, 6 წლის როცა გახდა, მან განიზრახა რომ თავისი შვილი მეფე დაკურთხოს და თანამეფედ გამოაცხადოს. დასავლეთიდან მოიწვია მან სამღვდელოება და მათი მეოხებით აკურთხეს იგი მეფედ. აღმოსავლეთის სამღვდელოება ვერ იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელები აქვს თავს. და რუსუდანი თავის პირად საქმეებს აგვარებს, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ რუსუდანის შესახებ დავამთავროთ, ცოტა შეიძლება გავასწროთ და საქმე ის გახლავთ, რომ რუსუდანმა განიზრახა თავისი ძმისშვილის მოკვდინება. რუსუდანი თავის ქალიშვილს გაათხოვებს, ყიასტინია ესეთი მიათხოვებს, პირობა იყო ესე რომ თამარს რუსუდანის ქალიშვილს სარწმუნოება არ უნდა შეეცვალა და გააგზავნის თავის ძმისშვილთან, თავის ძმისშვილს თავის სიძესთან და თან წერილს გაატანს, რომ ეს უნდა მოკლა და უნდა მომაშორო. ძმისშვილზე უნდა სანგზის მისწერაო წერილიო და შემდეგ მესამედ რუსუდანი წერს, რომ მე ამას იმიტომ გთხოვო, რომ ჩემი ძმისშვილი მოვაკვდინოო, რომ
შენ სარეცელს შეურაცხყოფსო და ჩემ შვილს თამარსო თანაეყოფა. ანუ საოცარი ცილი დასწამა და ქართველი მემატიანე მოთქვამს, რომ აი ენით უთქმელი რამ, რომელიც იმჟამად საქართველოში არც კი შეიძლება წარმოუდგენელი ყოფილიყო, რუსუდან მე ეს გააკეთავა. და ყიასთენ იმას უამრავ განსაცდელს შეამთხვევს, სცენებს აწამებს, შემდეგ წყალში გადააგდებს, რომ წყალში დაიხშოს ეს დავითულო და წყალში გადაგდებული დავითულო შესთხოვს მენავეს შუა ზღვაში რომ გაიყვანს და ღვთისმშობელს ხაც ამოიღებს, რომ მომეცით რომ ვილოცო ღვთისმშობელს შეევედრება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო შენ ახლა ჩემი ოხჭანი, ჩემი იმედი, ჩემი ობლობის იმედი შენიყავი და მომეციო იმის საშუალება მოიცე, რომ წყლის ბინადართა საჭმელად არ ვიქცე და მიწაში რომ მივება, რომ მაინც მიწას და თვალსრემლიანი ტირის ლაშა გიორგისზე დავით. გადააგდეს წყალში და წყალმა შეისმინა უფალმა მისი ვედრება, რაღაც ფიცარი მოვაცურაო და მოეჭიდაო ამ ფიცარს და ვითარცა კიდობანი ნოესი მიმოაკვუნდაო წყალს და გამოიყვანა მოკლედ დავით ულო ნაპირზე, დავით ულო შემდეგ ვაჭარმა ნახა, შემდეგ მოკლედ მიიყვანეს კვლავ ყიასთინთან და ყიასთინმა ჩააგდო გველებიან ხარუშს და აქ არის მთელი 7 წლის განმავლობაში. ესაა რუსუდანის ქმედება და რუსუდანზე მე თუ იქნება საშუალება გიამბობთ. ანუ რუსუდანი ამას აკეთებს. რუსუდანის მიდევნებით ქართველი დიდებულებიცო, რაც მეფეს ესათნოება, იმას აღასრულებენ. ახლა ქვეყნის გარეთ რა მდგომარეობა, რომ ღმერთი ამ ჩვენი ცუდი არამართებული ცოდვილი ცხოვრების გამო სამართლიან სასჯელს მოგვივლეს და ეს სასჯელები რაში გამოიხატა, რომ წეგან მოგახსენეთ ჩინგისყაენმა გააგზავნა უკვე თავისი ეს ლაშქარი და გაიყო ლაშქარი რუსეთსა და სამხრეთის მხარეში მიემართება და იმ პერიოდში შუა აზიას, ინდოეთს, აი ამ დიდ ტერიტორიას ხვარაზმის შაჰი ჯალალედინი მართავს და შემოესწარა ამ ტერიტორიას ჯეონსიქეთ და ჯეონსაქეთო რამოდენიმე გზის მოუხდა ჯალალედინს ეს უზარმაზარი დიდი სახელმწიფოს მფლობელია შებრძოლება ჩინგისყაენის მოლაშქრეებთან ყოველთვის დამარცხდაო და შემდეგ განიზრახა რომ აღმოსავლეთისკენ წამოსულიყო მან გარდამოვლო ერთელი ტერიტორიები თათრეთიო ადარბადაკანში მოვიდა შემდეგ საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდა და გაიგორა ეს რუსუდანმა რომ უზარმაზარი ჯარით მოდის ჯალალედინი და ჯალალედინი არამართებულად იქცევა რომ ტერი რომელიც მუხტური მოდის და ანადგურებს მან გზად მიმავალი კი არ უნდა გაანადგუროს უნდა და მეგობრდნენ უნდა შეამხანაგდნენ უნდა რაღაც ერთიანი ძალით შეუტიონ საერთო მტერს მაგრამ ამას არ აკეთებს გზად რას კი ხდება ყველაფერს ანადგურებს მოვიდა რა თან 140,000 ჯარით მოდის თავის დედაწული თაყრილი ეს უზარმაზარი მასა მოემართება აღმოსავლეთისკენ მოადგენ საქართველოს რუსუდანმა განიზრახა რომ ივანე ათაბაგი დავითიანი დროშით გააგზავნა ქართველთა ლაშქრის წინამძღოლად და საოცარი ის გახლავთ რომ საქართველოს მეწინავე რაზმის მეთაურები ბოცო საუკაცრავად შალვა და ივანე ახალციხელები და თორელნი იყვნენ რომლებიც მტრის პირისპირ დგანან და იმჟამად დვინში არ დაბანაკებული ივანე ათაბაგი და სთხოვე რომ ჯარი დაგვახმარე და მემატიანე გუნდკივნეულად წერს რომ ეს უარა შიშისთვის არამედ ბოროტის შურის გამოიქმნაო რომ ჯარი არ მიახმარა თავის თვალით ხედავდა როგორ დადგურდებოდა ქართველთა ლაშქარი და არ მიახმარაო ძირითადი ჯარი და ივანე თას გარბის რომ შეაფაროს და მაგრამ იქ მოკლავენ ხოლო შალვა ახალციხელი ტყვედ ჩაიგდეს და მრავალი განსაცდელი შეემთხვიეს პირველ ეტაპზე მას დიდ პატივში ამყოფებდნენ და სთხოვდნენ რომ სარწმუნოებას შული შეიცვალოს, მაგრამ შალვა ახალციხელი უარს ამბობს და ერთი წლის შემდეგ მას მოწამეობრივად იგი აღესრულება და დიდ მოწამედ არის იგი მოხსენებული და ცნობილი და გნებავთ აი ცნობილი სიმღერა შავლეგო სწორედ მას ეძღვნება და ასე მომდინარეა ეს ყოველივე და ასე გმირულად აღესრულეს ქართველი მამულიშვილი. რაც შეეხება მტერმა დაიწყო მოხრება უკვე რუსუდან დასავლეთ საქართველოს შეეხიზნა აღმოსავლეთში კერძო თბილისში დატოვა ქალაქის მცველებად მემნა და ბოცოს ზენი და ესენი ქალაქს იცავენ მათ მოაუხრეს აღმოსავლეთ საქართველოს კახეთი ქართლი ჰერეთი სამხრეთ საქართველოს სრულად და თბილისში არიან თბილისს მოუახლოვდნენ და ქართველები რომლებიც თბილისელთა ერთობას ენდობიან აქაურ მოსახლეობისა აქო მრავალი სპარსელი იყო და მათ ვერ იფიქრეს რომ სპარსელები უღალატებდნენ აი ამ ომში და სპარსელებმა აღუთქვეს ჯალალედინის ლაშქარს რომ კარს გაგიღებთ თქვენ და მართლაც გაუღეთ თბილისის ასეც მოიქცნენ ხუთი კარი იყო თბილისში შემოსასვლელი და ბოტანიკური ბაღის მხრიდან იყო ერთ-ერთი კარის კარი გააღეს და დაინახა რა ბოცო და მემნა მიემართებიან აქეთკენ და აი ამ
ბრძოლის დროს ბოცოს მოკლავენ, ხოლო მემლა ციხეში ანისის ნისანის ციხეში ვასი არის უწყება და შემდეგ რამოდენიმე გზის ხოლოს რუსუდანი რომ გამოვიდეს და დაინახა ქართველთა მდგომარეობით არა რუსუდანის მოწოდებით არამედ და მისი გაუთვალისწინებელი არა შორსმჭრეტელური ხედვის გამო კი არა თავისი მდგომარეობა დაინახა რომ დადგურდებოდა და დატოვა ციხე და გამოვიდნენ. შემოვიდა ქალაქში მტერი და იწყეს ქალაქის მოსვრა და აოხრება. და ითქვას ერთი რამ რომ იმჟამად თბილისი დიდი ქალაქი არის, განვითარებული ძალიან დიდი ქალაქი და აი აღმოსავლურ წყაროებშიც კი თბილისი რამოდენიმე თიკუნით, რამოდენიმე სახელით იხსენიება, რომ მას 60-ის დარქალაქს უწოდებენ და უაღმატებული ეს თავისი ამ მშვენებით, თავისი აქ მოსახლეობით, თავისი დიდარი ესეთი ხალხია და უამრავი ხალხი ცხოვრობს თბილისში. მემატიანი ამბობს რომ თბილისი იმჟამადო მართალი ერთი ქალაქი იყო, მაგრამ სამ ქალაქად სამუბნად იყო განაწილებული საკუთრივ თბილისი, კალა და ნისანი, ანუ ისანიო და ამდენად აი როცა ვამბობთ და ვსაუბრობთ ხოლმე რომ 100,000 ადამიანი იმჟამად თბილისში არ იქნებოდაო, მემატიანეთა უწყებით ეს იმხელა დიდი ქალაქი ყოფილა რომ მოსახლეობა ნამდვილად იყო. უფრო მეტიც ქალაქის ახლომდებარე სოფლებიდან ხალხი შემოსულია, ქართველები შემოსულია, რომ მტერი არის მომდგარი კარს და თბილისის დამცველებად უამრავი ხალხია მოსული. შემოვიდა რა ქალაქში მტერი, იწყო ქალაქის და შემდეგ დაიპყრო ქალაქი და თავისი ბილჭი საჯდომისთვისო საეპისკოპოსო საყდარ სიონის წმინდა ტაძარს გუმბათი გადახა და თავის საყდარი და მოაწყო და აქედან ხედავს აი მეტეხის ხიდთან მოყვანილ 100,000 ქართველს და განსხვავება იყო ესეთი რომ ქართველები გამოიტანა წმინდა ხატები ღვთისმშობლისა სიონის ღვთისმშობლის ხატი და მაცხოვრისა ხიძე დააბრძანა მან კი არ დააბრძანა ქართველები ამას ვამბობთ თან თავისი ამ უკადრის საქციელით ეს ხატები გამოიტანა დააწყო იქ და ხიდის ერთ და მეორე მხარეს დააყენა თავისი მოლაშქრეები და ეს უამრავი ხალხი ქართველები რომლებიც არიან უბრძანებს თუ ხატს შეურაცხყოფთ მიანერწყებთ და ფეხით გადაუვლით მაშინ ცოცხლები გადარჩებით, გათავისუფლდებით და ასევე პირდება გარკვეულ ქონებასაც. და 100,000 მოწამე აღესრულა იმ დღეს და საოცარი რა არის რომ იმჟამად აი ქართველი მემატიანები გვაუწყებენ რომ აქ ერის ხალხი არ არის მარტო საუბარი. ეპისკოპოსები რომელიც ბრავლად იყვნენ იმჟამად ქალაქშიო, ბერმონაზვრები, მღვდლები აღძარცული თავიანთი შესამოსლიდან მოდიოდნენ და ხალხმა ხო იცის ვინც არიან, დატოვეს ყველა მონასტერი, ყველა ეკლესია და პირველები ესენი წარსდგნენ მათ სამშაბლოს წინაშეო და აი აღსავლის გარეშეო, ანუ ყოველგვარ თავიანთი ამ გარეშე შესამოსლის სამდიდებულების გარეშე მოდიან და აღსავალ მიატოვეს ყველაფერი დატოვეს თავიანთი ეკლესიები და პირველები ესენი არიან რომ აი ხატების ამ სიწმინდეებს კი არ შეურაცხყოფენ არამედ ემთხოვიან და შემდეგ ესე მოწამეობრივად აღესრულებიან და მდინარე აღივსო ქართველთა გვამებით სისხლი მტკვარი წითლად მიედინებოდა ფერი შეიცვალა და სისხლი იყო სისხლის ფერი მდინარე სისხლად გადაქცეული ესე მიედინებოდა და იმჟამად მოხდა ეს გაუსაზრისი გლოვა საქართველოში აღსრულდა და 100,000 წმინდა მოწამე უფალს შეუერთდა თან საოცარი რამ ისაა რომ აი ამ მათი ცხოვრებათა აღმწერები საოცარ ამას გვეუბნებია რომ თვითონ ეს ქართველები რომელიც უბრალო ეს ხალხი და სასულიერო პირები მედია რომ თავი დაასწრონ დედა სამშობლოს დედა ეკლესიის სიწმინდისთვის სამშობლოს ერთიანობისთვის ეს ჩვენი ცოდვების გამო ღმერთი სამართლიან საშერს მოგვივლენსო და ნახეთ რა საინტერესოა ცოდვები დამძიმებული ჩვენი სულებიო ყარად დაჰყარით ჩვენს ქეთს ხმალი რომ მტვერისგან ცოდვის მტვერისგან ჩვენი სულები განწმენდილი იყოს და გავიფანტოთო ეს სულებიო და გვაუწყებენ რომ ისინი არა მიწას მიეფარნენ და მიწაში იქნენ დაფრული, არამედ ზეციური კარი განიხונה და უფალთან განხრდობილნი მიახლენ და მათი ლოცვით რომ ეს ჩვენი ცოდვები ჩამოირეცხა, მათი სისხლი ჩამოირეცხაო და იქნებ ქვეყანაც როებითი სიმშვიდე მაინც მიეცესო, აი მათი დამსახურება იყო და ამის შემდეგ არის შემოკარგებო რომ ქართველები გამუდმებულად აი ამ ადგილს თაყვანსემდნენ მათ 100,000 1000-თა ბევრთა წმინდანთა სახელს ყოველთვის და ლოცვაში ყოველთვის იხსენიებენ და აი ეს ხიდი რომელსაც მოგვიანებით მთელი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ვიწრო პატარა ხიდი იყო მეტეხის ხიდთან მის გვერდით და საინტერესო ისაა რომ კომუნისტებმა 30-იან წლებში ხალხი მიდიოდა საუკუნეების განმავლობაში და აქ მათი მოწამეობის და აღსასრულის დღეს ყვავილები მიჰქონდა ცანთრებს ანთებდნენ და ამ ხიდს მოწამეთა ხიდი ერქვა და შეუცვალეს სახელი და დაარქვეს
ვირის ხიდი. ვირის ხიდი, იმიტომ რომ ვიწრო ხიდია და მარტო ვირები თუ გაივლიან და 60-იან წლებში საერთოდ დაანგრიეს ეს ხიდი, რომ აი ეს დამოკიდებულება საუკუნეთა განმავლობაში არსებული ეს დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ დიდი რეპრესიები იყო ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ, მაინც ესე აღასრულებდნენ და დაანგრიეს ეს ხიდი და მადლობა ღმერთს, რომ რამოდენიმე წელია უწმინდეს და უნეტარეს ჩვენი პატრიარქის მეუხებით, აი მადლობა ღმერთს, რომ ეს ქართველთა განწყობა აქ მოსახლე, არა მარტო ქართველების აი მოწამეობრივად აღსრულებულთა მრავალი შეიძლება სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იყო და აი მათი შთამომავლები არიან სწორედ ეს თბილისელები, რომ და პატრიარქმა ეს გულის სახელი მოწოდება სულიერი სწრაფვა ყველაზე კარგად რომ შეიგრძნო და ყოველწლიურად აქ პირველ საათზე არის პარაკლისი უწმინდესი პატრიარქი გადაიხდის და მთელი ეს სამღვდელო ასევე საერო ხალხი ალბათ მობრძანდებიან და იქ ყვავილებით, ცანთლებით და გალობით პარაკლისი აღესრულება ჩვენი დიდი წმინდა 100,000 მოწამეს შევსთხოვთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ძლიერებას, და ეკლესიის სიწმინდეს და სიმტკიცეს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას და უერთდებით ამ ლოცვას წინასწარ და თქვენაც გისურვებთ იწარმოებას და ჩვენი 100,000 მოწამის ლოცვითი შემწეობით დაგლოცოს და გაგახაროს. უზომესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის, გმადლობთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ისტორიისა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ეკლესიისათვის კონკრეტულად რაზეც საუბრობდით 100,000 მოწამის შეერთება, როგორც თქვენ მზანეთ, რომ განიხნა ცადა პირდაპირ უფალთან ავიდნენ ეს ადამიანები და განწმინდეს იმ დროინდელი ერი, რომელიც არც თუ ისე კარგად ცხოვრობდა რბილად, რომ თქვათ მეფიდან დაწყებული. კეთილი, უღრმესი მადლობა მამაო. დაგემშვიდობებით.